ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ბათუმ-ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტის დიმიტრის ლოცვა-კურთხევით დეკანოზ ნიკოლოზ მეტრეველის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს. დამთვალიერებას მუზეუმში სულ 22 ხატის, 15 ფერწერული ტილოს და ამდენივე გრაფიკული ნამუშევრის ნახვა შეიძლება. მუზეუმის თანამშრომლების ინფორმაციით ორკვირიანი გამოფენა 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. დეკანოზ ნიკოლოზ მეტრეველმა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ტაძარი მოხატა, მათ შორისაა ბათუმში წმინდა თამარ მეფის, წმინდა ნიკოლოზის და ქობულეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრები. მოდიან სკოლებიდან მოყავთ ბავშვები და ათვალიერებდნენ ნამდვილად უნდა ჩატარდეს ისეთი გამოფენები, სადაც ღვთისწყალობის ყველა წმინდანებია გამოსახული და ლოცულობს ხალხი და შემოდიან და ნახულობენ. ძალიან საინტერესო და ძალიან მოწონა დღევანდელი გამოფენა. კარგია, რომ ასეთი გამოფენები ხშირად ჩატარდეს, განსაკუთრებით მომეწონა აი ფერწერული ნახატები და ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდები მოვიდნენ და ათვალიერონ და ნახონ ეს ნამუშევრები.